საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონ მაკა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. დიახ, დავიწყოთ ეუთოოდირის შეფასებით, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. აქ საუბარი არის როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ მიმართულებებზე. საუბარი ამაზე, რომ არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული, კონკურენტული, იყო ვთქვათ საარჩევნო კამპანია თავისუფალი და შეეძლოთ პარტიებს, რომ ეწარმოებინათ საარჩევნო პროცესი და კამპანია, მაგრამ არის ამორჩევლებზე, ზეწოლის შემთხვევებზე საუბარი, ასევე საუბარი არის ამ შემთხვევაში იმ ნეგატიურ ფაქტორზე, რომელიც დასკვნის მიხედვით მოახდინა მაისში მიღებულმა კანონმა ფუნდამენტურ თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ხმის მიცემის ფარულობის დროს გამოვლენილ დარღვევებზეც არის მითითებული და აგრეთვე არჩევნების შედეგების მიმართ ნდობის შემცირებაზე. ნახეთ, რომ სხვადასხვანაირად ხდება ინტერპრეტირება და შეფასება ამ ეუთოოდირის დასკვნის. თქვენი შეფასება როგორი იქნება? რა თქვა ეუთოოდირმა? ის დასკვნა, რომელსაც ელოდა ქართული საზოგადოება რამოდენიმე კვირა თუ თვეა, ეუთოოდირის დასკვნა, რომელიც ასე ვთქვათ სრულყოფილად აფასებს წინა საარჩევნო გარემოსაც და შემდგომ უკვე არჩევნების დღესაც და არჩევნების შემდგომ პერიოდსაც. ძირითადად ის ემთხვევა იმ დებულებებს, რაც უკვე გაჟღერებული იყო ეუთოოდირის მიერ წინასწარ, როდესაც შეფასდა არჩევნების შემდგომ თავად არჩევნები და მოვისმინეთ ჩვენ. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ ამ დასკვნაში არის უფრო ფართოდ მოცემული ის რეკომენდაციები, რაც მიეცა ქვეყანას იმისათვის, ხელისუფლებას იმისათვის, რომ ვიმუშაოთ იმ ხარვეზების აღმოსაფხრელად, რაც დაფიქსირდა არჩევნების პერიოდში. თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად ეს პერიოდი ეუთოოდირის მისია საკმაოდ დიდი ხანი იმყოფებოდა საქართველოში, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ წინა საარჩევნო პერიოდს, ვიცით რომ მომზადდა შუალედური დასკვნებიც, რაც ასევე ასახულია გარკვეულწილად ამ საბოლოო დასკვნაში და შეფასებულია გარემო სრულყოფილად თუ როგორი იყო წინა საარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე. შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყველას ჰქონდა, ეს ხაზგასმულია თავად ამ დასკვნაშიც, ასევე შეფასებულია ის, რომ ყველას ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, კარგად იყო არჩევნების დღე თავად ორგანიზებული, თავად არჩევნების ორგანიზებაც საკმაოდ პოზიტიურად არის შეფასებული. არის რა თქმა უნდა იქ საუბარი ბუნებრივია ამ დასკვნებში აისახება ყველა ის პოზიცია, რაც ფიქსირდება არჩევნების წინა პერიოდში თუ არჩევნების დღეს, არჩევნების შემდგომ და რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ეს არც სიურპრიზი არ არის და არც გასაკვირი, რომ რა თქმა უნდა მასში ასახულია ის პოზიციები, რაც ფიქსირდებოდა თავად ოპოზიციის მხრიდან. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ თუ როგორი იყო წინა საარჩევნო პერიოდი, არჩევნების პერიოდი, თავად არჩევნების შემდგომ ოპოზიციისთვის არასდროს ყოფილა მიზანი ამ არჩევნებში, ასე ვთქვათ, კეთილსინდისიერად მონაწილეობა და არჩევნების შედეგების აღიარება და მისი, ასე ვთქვათ, მთელი ქმედებები მიმართული იყოს სწორედ იქითკენ, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ, ამ პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო და არჩევნების შედეგები შემდგომ გაეხადათ დაესვათ, ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. თუმცა მე ვფიქრობ და არა მარტო მე ვფიქრობ, თავად ეს ანგარიშიც იმას მოწმობს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ასეთი კითხვის ნიშნები არსებობდეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც მასიურად საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად მიეცათ გამოეხატათ ნება. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ახლა რამდენიმე წუთით ადრე იჯდა ჩვენ სტუდიაში, მან ისაუბრა, რომ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რამდენიმე დოკუმენტი ახლა თავადაც წარმოადგინა აქ და სწორედ ამ ეს დოკუმენტები და მტკიცებულებები არის იგივე ისფერს გულისხმობ, ისფერის ხელმძღვანელს ერთ-ერთი არგუმენტი იმის, რომ არჩევნების შედეგები არ არის ვალიდური და არ უნდა იყოს აღიარებული და თქვა, რომ ასეთი დამწვავე დასკვნა მისი სიტყვებით, რომ გავიმეორო არ გქონია ეუთოს ამ დრომდე. ეს არის მესამე სექტორის ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელის. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ ამ პერიოდშიც ვხედავდით თუ რა არის მესამე სექტორის უმეტესი ნაწილის, ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პოზიციების თანხმედრა როგორ ხდება ოპოზიციური პარტიების პოზიციებთან და ეს გასაკვირი არ არის. აქ ჩვენ გვყავს ორგანიზაციები, რომლებიც დაუფარავად მონაწილეობდნენ ფაქტიურად წინა საარჩევნო კამპანიაში და დაუფარავად იყვნენ პოლიტიკური პროცესის, იმ პოლიტიკური პროცესის მონაწილეები, რომლის
ნაწილიც უნდა ყოფილიყო მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, ასე ვთქვათ, და მონაწილეობა მათი პრეროგატივა იყო და შესაბამისად მათ ასე ვთქვათ ნეიტრალურობაზე და მათ ასე ვთქვათ მიუკერძოებლობაზე ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები ჩვენ საზოგადოებაში, ფართო საზოგადოებას გულისხმობ და არა იმ საზოგადოებას, რასაც თავად ეძახიან, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან. არჩევნებში პირველ რიგში არჩევნების ლეგიტიმაციას ახდენენ მოქალაქეები, როდესაც ისინი მიდიან არჩევნებზე და გამოხატავენ საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 2,100,000-200,000-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის უკვე ლეგიტიმაცია იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა. როდესაც ასეთი რაოდენობის მოქალაქე მიდის არჩევნებზე და აძლევს ხმას, რა თქმა უნდა, ეს არის შეუძლებელი, რომ ამ ადამიანების პოლიტიკური ნება, რაც გამოიხატა, უგულვებელყოს ან უარყოს ვინმე. და ცხადია, შედეგებიც ვნახეთ. კითხვის ნიშნები ამ შედეგებთან დაკავშირებით, ანუ რაც გულისხმობ, ხმების დათვლასთან დაკავშირებით, სწორად იყო თუ არა წარმოჩენილი ის რაოდენობა. ხო, ყველაფერზე სვამენ კითხვის ნიშანს, თუმცა არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ფარულობის დარღვევა მათი მთავარი პრეტენზია. ხო, ფარულობა ეს მოიგონეს საკმაოდ გვიან, ასე ვთქვათ, იმ დღეს არავის არ უთქვამს, რომ ეს შეიძლება და პრობლემა ყოფილიყო, არავის გამოუხატავს, ასე ვთქვათ, წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეიძლება და პრობლემული ყოფილიყო ან გამოხატულიყო რაღაც დარღვეული ყოფილიყო რაღაცნაირად მათი ფარულობა ხმის. ვიცით როგორც იყო არჩევნების დღეს ბიულეტენები მოწყობილი ელექტრონულად როგორ ხდებოდა მათი მოთავსება, ასე ვთქვათ, მანქანაში და როგორ ხდებოდა ხმის დათვლა. შემდგომ ეს უკვე რაღაც ხელოვნურად შექმნილი ხმაური ფარულობასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იყო, რომ და ეს კიდევ ერთხელ მომხდარიყო დისკრედიტაცია სწორედ საარჩევნო პროცესის, მაშინ როდესაც ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ადგილი დატოვებული სპეკულაციების სწორედ არჩევნების შემდგომ ხმის დათვლასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ნახეთ 2020 წელს და ელექტრონული ხმის დათვლა აღარ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, არ გამხდარიყო სპეკულაციების საგანი, მათ მოიგონეს, ასე ვთქვათ, ფარულობის თემა, რომლითაც დაიწყეს, ასე ვთქვათ, აჟიოტაჟი არჩევნების გარშემო. თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ არსად არც ერთ ანგარიში არ მოხვედრილა ასეთი დოზით, რა დოზითაც ხმაურობდნენ ფარულობასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა ამ პრობლემას გარკვეული კითხვის ნიშნები გაეჩინა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ან ზოგადად არჩევნების ვალიდურობასთან დაკავშირებით. ასე რომ მე ვფიქრობ, ეს არის დასკვნა, ზოგადად არ არსებობს ეუთოდილის 100%-ით პოზიტიური დასკვნები. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი არჩევნების დასკვნა, ნებისმიერ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების დასკვნა, სადაც ეუთოდილი აკვირდება არჩევნებს და ნახავთ, რომ ყველგან არის რეკომენდაციები, quelgan არის გარკვეული, ასე ვთქვათ, არის თუ არა უფრო უარესი დასკვნა, ვიდრე 2020 წელს არსებობს რა არის უარესი და რა არის უკეთესი, რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე ხდება ამის, ასე ვთქვათ, შეფასება, თუმცა ყველა შემთხვევაში არის ხოლმე რაღაც გამოწვევები და ამ გამოწვევებისთვის არსებობს სწორედ ეუთოდილი თავისი რეკომენდაციებით იმისათვის, რომ სწორედ იმ რეკომენდაციებზე ვიმუშაოთ და გავაკეთოთ ახლა ფოკუსირება იმისათვის, რომ მოხდეს გამოსწორება ამ ვთქვათ ხარვეზების, თუ კი ეს ხარვეზები არის დადასტურებული. თუმცა აქ ერთი რამიც უნდა ვთქვათ, რომ ამისთვის საჭირო არის კეთილი ნება საზოგადოების, ამ შემთხვევაში გულისხმობ მე პოლიტიკურ წრეებს და პოლიტიკურ საზოგადოებას, როდესაც მაგალითად ნდობაზეა საუბარი, ხო? ეს ნდობა როგორ ყალიბდება, ხო? როდესაც თავიდანვე განწყობა არის ისეთი, რომ არჩევნები შედეგები არ უნდა აღიარო და თავიდანვე ამ განწყობით და ამ დამოკიდებულებით მიდიხარ საარჩევნო პროცესში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია იქ ესაუბრო ამ ადამიანებს რაიმე ნდობაზე და რაიმე კეთილსინდისიერებაზე, როდესაც საარჩევნო პროცესში შედიან. მე მახსოვს 2020 წელს არჩევნების შემდგომ ჩემს კოლეგებთან, როდესაც მქონდა ხოლმე შეხვედრები და საუბრობდით ბოიკოტზე, არჩეულ პარლამენტის წევრებზე, რომლებიც უარს ამბობდნენ პარლამენტში შემოსვლაზე, მახსოვს რამდენად გაუგებარი იყო ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ზოგადად ეს დამოკიდებულება პოლიტიკოსის მხრიდან საკუთარ ამომრჩევლისადმი, რომ როდესაც ადამიანი მოდის, გაძლევს ხმას და შემდგომ შენ უკვე რაღაც უარს ამბობ მისი ხმის წარმოდგენაზე პარლამენტში, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკოსებისთვის არის აბსოლუტურად
გაუგერბარი ძალიან ხშირ შემთხვევაში და ჩვენ ვნახეთ რომ 2020 წელს ამის არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და იგივე არის ახლაც ამის საფუძველი არ იყო სწორედ ამიტომაც იყო რომ ის ხმაური რაც შექმნეს არჩევნების შემდგომ ძალიან მალე ჩაცხრა ერთგვარად და შეიძლება ითქვას რომ ეს პროტესტი რომელიც ინიცირებული იქნა პოლიტიკოსების მხრიდან საზოგადოებამ არ გაიზიარა. დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ასევე იმაზე, რომ გაკეთდა გარკვეული გამოკვლევა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენ საზოგადოებას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და კარგად აჩვენებს ეს კვლევა სწორედ თუ რა დამოკიდებულება არის საზოგადოების უდიდეს ნაწილში, როდესაც ჩვენ საუბრობთ არჩევნების შედეგებზე და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მათ დამოკიდებულებაზე. ქალტომაკა, მაგრამ ახალი არჩევნები რჩება მთავარ მოთხოვნად დემონსტრანტების გათავისუფლებასთან ერთად აქციის მონაწილეების მხრიდან. მე მინდა სწორედ ამაზე კითხოთ, როგორ გესახებათ მაშინ არსებული კრიზისის განმოხტვა? ხელისუფლება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ განეხილავს. მაშინ სად არის გამოსავალი? როგორ უნდა განიმუხტოს ეს მძიმე სიტუაცია? ასეთი მოთხოვნები ჰქონდათ მათ 2020 წელსაც და ეს მოთხოვნები გვესმის მუდმივად. ანუ მათ უნდათ არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება არჩევნები არჩევნებად, თუ მათ ეკნებათ ხელისუფლება. ეს არის რეალურად მათი გადაწყვეტილებას ამყარებენ საკუთარ მოთხოვნას ასევე ამყარებენ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით პირველ რიგში 28 ნოემბრის განცხადებით და ფიქრობენ რომ ეს უკვე ისინი ამ ფაქტს აფასებენ კონსტიტუციის დარღვევად და შესაბამისად აქციის მონაწილეები ფიქრობენ რომ ამ ვითარებაში გამოსავალი არის ახალი არჩევნები. რა მიზეზს მოიგონებენ ახლა 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას რაც შეეხება ეს კიდევ ცალკე საკითხია როგორ ხდება ამ საკითხის ინტერპრეტაცია და როგორ ხდება ამ საკითხის ასე ვთქვათ მიწოდება და შეფასებები მათ შორის არ უგულვებყოფ იმ შეფასებებს რაც ქვეყნის გარეთაც კეთდება. რამდენად სწორია და რამდენად ადეკვატურია ამგვარად შეხედო ამ გადაწყვეტილებას და ასე წარმოაჩინო ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა ამის საფუძველი არ არსებობს ერთი ახალი არჩევნების ერთი იმიტომ რომ ძალიან კარგად ხედავთ საზოგადოების განწყობებს და ის განსხვავებაც რა განსხვავებაც იყო თუნდაც მმართველ პარტიის მხარდამჭერებსა და ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს შორის როდესაც არჩევნების შედეგებზე საუბრობ ძალიან კარგად და ნათლად წარმოაჩენს თუ როგორია საზოგადოების განწყობები ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან მიმართებაში. ისიც კარგად ჩანს რომ ახლა როდესაც არის პროტესტი და პროტესტის უფლება აქვს ყველას ეს პირდაპირ პროპორციულად არ აისახება პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაში და ნუ რავის ნუ ექნება იმის ილუზია რომ ის ადამიანები რაღაცას რომ აპროტესტებენ ეს მაინც და მაინც ნიშნავს იმას რომ ისინი მხარს უჭერენ რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ასევე წინასაარჩევნო პერიოდში მაშინ როდესაც გარკვეულად ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები რაღაცნაირად მხარდამჭერები შეეგროვებინათ, თუმცა ამ მხარდამჭერების აქციაზე თავად უწევდათ ხოლმე კულისებში ყოფნა იმისათვის, რომ საზოგადოება რაღაცნაირად გარეთ გამოეყვანათ, დაენახვებინათ თითქოს და ისინი მხარს უჭერდნენ ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა ეს ყოველთვის უჭირთ, როდესაც უჭირთ პოლიტიკოსებს სცენაზე დგომა. ეს რაღაც უცნაურია ხოლმე, მაგრამ რეალობაა და კარგად გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას სწორედ მათთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი იყო დიალოგი, ვიზიტის გზავნილი იყო დიალოგი და გარკვეულწილად გამოთქვა მზაობა, რომ ევროსაბჭომ ხელი შეუწყოს ამ დიალოგს. არის თუ არა დღეს ქართული ოცნება მზად, რომ თუნდაც საერთაშორისო მედიაციით დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ სპექტრთან? ნახეთ, ერთგვარად მარტივი სიტუაცია, რომელსაც ძალიან ვართულებთ და რთულდება ხოლმე სწორედ რაღაც უსაფუძვლო ჭირვეულობით, როდესაც არანაირი საფუძველი არ აქვს ამ პოლიტიკოსების ჭირვეულობას. საქართველოში პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში პარლამენტში. პარლამენტი არის ადგილი, სადაც პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს აქვთ შესაძლებლობა იყვნენ წარმოდგენილი და საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები თუ პოლიტიკური დიალოგი აწარმოონ სწორედ პარლამენტში. პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკოსები ოპოზიციიდან მუდმივად ცდილობენ, როდესაც მათ არ აქვთ უნარი, რომ საკუთარი პოზიციები წარმოაჩინონ პარლამენტში და დაიცვან მათი ასე ვთქვათ ამომრჩევლის ინტერესი, თუ ასეთისთვის არიან პარლამენტში მოსული, ეს პროცესები გადაიტანონ ქუჩაში და ქუჩაში მოხდეს გარკვეული პოლიტიკური პროცესების წარმართვა. რაც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმაც აღნიშნა, ხომ აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და ძალიან
დიდწილად ხდება დემოკრატიული პროცესისადმი ჭრილის მიყენება მაშინ, როდესაც გაქვს ყველანაირი შესაძლებლობა დემოკრატიულ ქვეყანაში, დემოკრატიულ მოცემულობაში, შენ გაქვს იმის შესაძლებლობა, შენი პოლიტიკური დღის წესრიგი დააყენო პარლამენტში და წარმართო პარლამენტში და ამას, როდესაც ვერ ახერხებ და მე უკვე გინდა რომ ეს პროცესები მიმდინარეობდეს ქუჩაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს აზიანებს ზუსტად დემოკრატიულ პროცესს. ამაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ საუბრობთ დიალოგი უნდა იყოს პარლამენტში და კონსტრუქციული მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს სურვილი პოლიტიკოსების მხრიდან, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან თუ არის მზაობა ასეთი დიალოგის გამართვის. ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უთქვამ თუ არის პარლამენტში ჭდომაზე, არასდროს არ უთქვამ თუ არის იმაზე, რომ მუშაობა პარლამენტს არ აღიარებს არჩევნების შედეგები. არ აღიარებს, ანუ კიდევ ერთხელ პროცესი, რომელიც უნდა გადავიტანოთ პარლამენტს გარეთ, ეს აზიანებს სწორედ დემოკრატიას, ეს აზიანებს დემოკრატიულ პროცესს. ქართველმა ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი, ხო? ქართულმა ოცნებამ მიიღო გარკვეული რაოდენობის მხარდაჭერა, 4 ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო საკმაოდ სოლიდური საერთო ჯამში საზოგადოების მხარდაჭერა და ესეც იმ საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც არ გსურს შენ მათი ინტერესები წარმოადგინო საქართველოს პარლამენტში და ისევ მიისწრაფი იქით, რომ ქუჩისკენ გადაიტანო პროცესი და პარლამენტიდან გარეთ გამოიყვანო პოლიტიკური პროცესი, რაც თავისთავად დემოკრატიული სამყაროსთვის არ არის დაზიანებული. ანუ საპარლამენტო დიალოგზე ისაუბრა, ანუ როგორ გავიგოთ, მაშინ მანახსენა დიალოგი ყველა მხარის ჩართულობით და როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ, როგორ უნდა გაიგოს მაყურებელმა რა იგულისხმა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, იმიტომ რომ თქვენ პირადად არა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, ხომ, აი საინტერესოა რა იყო, დიახ, თქვენ, საინტერესო არის, აი რა იყო მისი გზავნილი თქვენთან კომუნიკაცია, თუ შეგიძლიათ მეტი დეტალი რომ გითხრათ, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა შეხვედრა და სხვათა შორის ოპოზიცია მოითხოვა, რომ მეტი დეტალი გახდეს ცნობილი ამ შეხვედრიდან. შეგიძლიათ უფრო მაყურებელს ცვლად რომ მითხრათ აი ამ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა საქართველოში და მან ღიად განაცხადა, რომ მას სურვილი ჰქონდა ყველა პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, აქტორთან ქონოდა შეხვედრა ყველასთან, ვინც მონაწილეობს, ასე ვთქვათ, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენ ჰქონდა შესაძლებლობა მასთან ქონოდა შეხვედრა და გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რაც დღეს საქართველოში ხდება და ჩვენი შეფასებები გაგვეზიარებინა მისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ ნახეთ, რომ მას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა და სურვილი შეხვედროდა ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც. ეს შეხვედრები შედგა, თუმცა ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს მასთან შეხვედრაზე, ესეც მათი არჩევანი იყო და გარკვეული დამოკიდებულების გამოხატულება, რასაც რა თქმა უნდა ვერავინ აიძულებს მათ, რომ სხვანაირად ყოფილიყო. მას ჰქონდა ასევე შესაძლებლობა მოესმინა ყველასთვის, მათ შორის შეხვედრა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთანაც, ეს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და ასე ვთქვათ, პირისპირ შეხვედრა იყო და მე არ მაქვს უფლება ამ შეხვედრის დეტალებზე ვისაუბრო, თუ კი ამის სურვილი თავად ექნებათ ამ შეხვედრის მონაწილეებს, რა თქმა უნდა, ისინი გააზიარებენ ამ შეხვედრის დეტალებს, თუმცა ჩვენ მე შემიძლია გითხრათ, რაზე ვისაუბრეთ ჩვენ, ეს იყო ძირითადად იმ პროცესების შეფასება, რაც დღეს საქართველოში მიდის, თუ რას უკავშირდება თუნდაც ოპოზიციის ასეთი გამალებული პროტესტი ყველაფრის სადმი, ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და როგორ ვხედავთ ჩვენ სამომავლოდ თანამშრომლობას. აქ იყო რა თქმა უნდა საუბარი სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის პროტესტთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ნახეს სრული ღიაობა, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციული სამართლის საქმეების გამოძიებას თუ საქმეებს, რომელიც დღეს ამ პროცესებთან, პროტესტთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, ამაზედაც იყო საუბარი და საუბარი იყო ასევე სხვადასხვა ნაბიჯებზე, რომელიც ერთგვარად უკავშირდება მათ შორის გამჭვირვალობის კანონს, რომელიც აი კანონზე კითხავთ, მაგრამ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება როგორ გაიგო ალენ ბერსემ, დასვა თუ არა მან თქვენთან ამ თემაზე შეკითხვები?
იცით რა, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ასე კონკრეტულად საუბარი ვერ გეტყვით რომ იყო, არ იყო, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ძალიან ცხადად გვაქვს დაფიქსირებული არანაირი კითხვის ნიშანი არ გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, რამდენად სურს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა და ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ქვეყნის რა თქმა უნდა პირველ რიგში სუვერენული უფლება. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, საქართველოს უნდა ევროკავშირში წევრობა, თუმცა ჩვენ არ გვსურს რომ სწორედ ის ეროვნული ინტერესი, ის ეროვნული მიზანი, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის კონსტიტუციაში დაფიქსირებული, იყოს გამოყენებული გარკვეული манипуляციებისთვის თუ ქვეყნის შანტაჟისთვის და სწორედ ამის თავიდან აცილებას ვცდილობთ მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხის ინსტრუმენტალიზაცია რომ არ მოხდეს, ჩვენ არ დავაყენებთ ამ საკითხს დღის წესრიგში, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თუ კი ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის მხრიდან და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესში შევალთ და ამ პროცესს დავიწყებთ იმისათვის, რომ საქართველოს გადადგას ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. და რასაც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და არა მხოლოდ პოლიტიკოსი სვამს, რატომ გააქტიურდა უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის კანონი ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელიც საუბრობდა, რომ შეხვედრებზე არ დასმულა ეს საკითხი. რა ცვლილებებზე ასევე საუბარი, რა ცვლილებებზე მოხდა შეთანხმება, იმიტომ რომ ვერც ემთქვა რომ უნდა მოხდეს იმ ცვლილებების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა შევიდეს კანონში, დაანონსა რომ შეიქმნება რამდენიმე კვირაში ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართულობითაც სამუშაო ჯგუფი ორივე მხრიდან. ქართული ოცნება რა ცვლილებების შესატანად არის მზად, მაგალითად იგივე ტერმინების შესაძლებლად არის მზად. ამ კანონზე საუბარი მუდმივად არის და ამ კანონზე თუ ეუთოოდირის დასკვნასაც ნახავთ, იქაც არის ხომ გარკვეულწილად ნახსენები ის ასე ვთქვათ განვითარებები, რაც მოყვა ამ კანონის მიღებას, რამაც გარკვეულწილად დაკავშირებული ასე ვთქვათ თავად არჩევნების პროცესთანაც კი იყო ამ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები. და როდესაც ამაზე ვსაუბრობთ ჩვენი მხრიდან არის და ეს არც დაგვიმალავს თავად ამ კანონის მიღების პროცესში ის მზაობა რომ ჩვენ მზად ვიყავით დიალოგისთვის თუ კი არსებობდა კონკრეტული შეთავაზებები კანონის დახვეწასთან დაკავშირებით თუ კი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით რომ ეს კანონი უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში გარკვეულ სტანდარტებთან ქონოდა ამის შესახებ აზრთა გაცვლა გამოცვლა ჩვენს პარტნიორებთან ამის სურვილი ჩვენ არასდროს დაგვიმალავს ყოველთვის ვამბობდით ამას რომ ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის თუ კი არის ასეთი წინადადებები ჩვენ ვართ მზად ის განვიხილოთ თუმცა აქაც ულტიმატუმი რომ ეს კანონი ან უნდა იყოს ან არ იყოს ასეთი მიდგომა შეუძლებელია დადგეს სუვერენული სახელმწიფოს წინაშე, როდესაც ჩვენ ხედავთ ძალიან ობიექტურ საჭიროებებს კონკრეტული სფეროს სამართლებრივი ჩარჩოს შექმნისთვის, კონკრეტული სფეროს დარეგულირებისთვის, მაგრამ არსებობენ ორგანიზაციები, როდესაც ასეთი საჭიროება დგას, რომ დაგეხმარონ სწორი მექანიზმების მოძებნაში და ჩვენ დახმარების ნაცვლად მივიღეთ რეალურად აკრძალვები, მუდმივად რომ ასეთი კანონი არ უნდა ყოფილიყო მიღებული მიუხედავად იმისა, თუ რა საჭიროებების წინაშე იდგა საქართველოში სტაბილურობა დემოკრატიული პროცესის მათ შორის. ასეთი, ასე ვთქვათ, ღიაობა შესაძლებლობა გამოჩნდა ახლა, როდესაც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან საუბრისას გაჩნდა შესაძლებლობა, რომ შეიქმნას გარკვეული სამუშაო ჯგუფები, სადაც ქართულ მხარესაც და ევროპულ ექსპერტებსაც შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ კანონის გარკვეულ დებულებებზე, მათ შორის შესაძლებლობა ექნება თუ კი ვინმეს პრობლემა აქვს ამ კანონის, ასე ვთქვათ, ამოქმედებით შექმნილი კონკრეტული საკითხები განვიხილოთ იმისათვის, რომ თუ რაიმე არის შესაბამისობაში მოსაყვანი ევროპულ სტანდარტებთან, მოვიყვანოთ ევროპულ სტანდარტებთან კონკრეტული წინადადებები, მაგალითად შემოთავაზებული ბერსას მხრიდან. ასეთი რა თქმა უნდა ვერ იქნება, მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამუშაო ჯგუფების შექმნაზე ექსპერტების ჩართულობით, ბუნებრივია, ამას სჭირდება ექსპერტებთან მუშაობა, ამას სჭირდება პოლიტიკოსების მხრიდანაც რა თქმა უნდა ჩართულობა იმისათვის, რომ ის საფუძველი, რა საფუძველსაც ემსახურებოდა ამ კანონის ინიცირება და მიღება
გათვალისწინებული იყოს მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმუშავებთ შემდგომ უკვე კანონის დახვეწა იქნება თუ გარკვეული ცვლილებების შეტანა. და ვინ იქნება საქართველოს მხრიდან სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი თუ არის უკვე რთულია ამაზე საუბარი. საქართველოს პარლამენტში არის შესაბამისი კომიტეტები, არის იურიდიული კომიტეტი, მე დარწმუნებული ვარ იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები ჩაერთვებიან ამ სამუშაო ჯგუფებში, ეს უკვე ალბათ მოდალობები შემდგომში იქნება განხილული, როდესაც გვეცოდინება კონკრეტულად თუ რა ტიპის სამუშაო ჯგუფი იქნება შექმნილი და რა ტიპის, თქვათ, როგორ წარიმართება მუშაობა. თავად ევროპის საბჭოს მხრიდანაც ჩვენ მოველით, რომ იქნება კონკრეტული, ასე თქვათ, ნაბიჯები შემოთავაზებული ამ პროცესის წარსამართად. გადავიდეთ საერთაშორისო ნეგატიურ გამოხმაურებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად მწვავე განცხადებებს ვისმენთ ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან და უკვე კონკრეტულ ქმედებებსაც აქვს ადგილი. მიღებული არის რამდენიმე სასანქციო პაკეტი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სასანქციო პაკეტი მიიღო ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. მაგნიცკის სიაში შეიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი. ასევე დიდი ბრიტანეთიდან დაწესდა ახალი სასანქციო პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის. როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება და არ დააზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმის გულისხმობს სასანქციო პაკეტებს, მათ შორის ბუნებრივია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს შეეზღუდოთ სავიზო რეჟიმი. ხო, ჩვენ ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ რაღაც კულმინაციას მიაღწია იმ ქმედებებმა თუ იმ ნაბიჯებმა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდებოდა, რაც პრინციპში მოულოდნელი არ ყოფილა ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ამაზე ძალიან დიდი ხანია უკვე არის საუბარი და სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა მიზეზებით მუდმივად გვესმოდა ეს მუქარები, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეიძლება დაკისრებოდათ სანქციები და თქვენ არაერთხელ გახსოვთ ალბათ, არაერთხელ მოგვისმენია ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ არსებობს გარკვეული სიები, თუმცა არავის არ უთქვამს რა სიები არსებობდა, რა შეზღუდვები არსებობდა, ну რაღაც სახელები ხან ჟღერდებოდა, ხან არ ჟღერდებოდა, ну რაღაც გარკვეული ბუნდოვანება ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივად იყო, თუმცა მუდმივად იყო ასეთი მუქარები, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეიძლებოდა დააკისრებოდათ სანქციები და ამაზეც სულ გვესმოდა ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან მუქარები, რომ ამაზე ინტენსიურად მუშაობდნენ და ამ მიზნის მისაღწევად დადიოდნენ ისინი სხვადასხვა დედაქალაქებში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში. ნუ მოსალოდნელიც იყო, რომ ამ პროცესის კულმინაცია ერთგვარად იქნებოდა ახლა, სწორედ დეკემბრის ბოლოს, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციის ცვლილება ძალიან ახლოს არის, მაშინ, როდესაც რეალურად საშობაო არდადეგებიც იწყება და გარკვეულწილად ეს არის ბოლო პერიოდი, როდესაც მსგავსი ნაბიჯების გადადგმა შეიძლებოდა მოსალოდნელი ყოფილიყო და ვნახეთ კიდეც ასეთი, ასე ვთქვათ, კულმინაციური ქმედებები. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ნეგატიურად აისახება ორმხრივ ურთიერთობებზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორებთან ურთიერთობებზე. დღეს მე მქონდა შესაძლებლობა დიდი ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში მქონოდა ამ საკითხზე საუბარი. მას ვთხოვეთ ჩვენ მოსულიყო საგარეო საქმეთა სამინისტროში და ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრა. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულების გამოხატულება და მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რა თქმა უნდა, მსგავსი ნაბიჯები ძალიან დიდ ჭრილს აყენებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის, ასევე არის ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაშიც. ნუ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ცვლილებები იქნება, აბსოლუტურად რადიკალურად შეიძლება ითქვას, იცვლება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რა საკითხებიც ძალიან დიდწილად არის დაკავშირებული საქართველოსთან მიმართებაში გადადგმულ ნაბიჯებთანაც და ურთიერთობებთანაც და მე იმედი მაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება გადავხედოთ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ვაკვირდებოდით ამ ბოლო პერიოდში. თუმცა ერთი რამ უნდა ითქვას, როდესაც ხა სანქციებზე ვსაუბრობთ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, ასე ვთქვათ, დასანქცირებაზე ან გარკვეული ზომების მიღებაზე, მაგალითად, დღეს
ევროკავშირის საბჭოსთვის ევროკომისიამ გარკვეული წინადადება წარადგინა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, რომელიც რაღაც პერიოდი განიხილება სამუშაო ჯგუფებში და ვნახოთ როგორ წარიმართება ეს განხილვები და რა შედეგებამდე მივლენ, თუმცა ძალიან კარგად მახსოვს, მეც მონაწილე ვიყავი მათ შორის ამ პროცესის, ამ შეთანხმებას 2010 წელს მოეწერა ხელი ევროკავშირთან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისათვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთვის და ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, რა პერიოდშიდაც მოხდა ამ შეთანხმებაზე, ასე ვთქვათ, ხელმოწერა და შემდგომი პერიოდიც, როდესაც ეს შეთანხმება მოქმედებდა. ასევე ამ პერიოდში ევროკავშირთან ჩვენ გვქონდა ამოქმედებული და გვაქვს დღესაც ხო ეს დიალოგის ფორმა, ადამიანის უფლებების დიალოგი და ძალიან კარგად მახსოვს თუ რა რაოდენობის საქმეებზე იყო ხოლმე საუბარი და რა რაოდენობის საქმეები გადმოეცემოდა ხოლმე მაშინ საქართველოს მხარეს მართალია დალუქულ და საიდუმლო კონვერტებში, როდესაც საუბარი იყო ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ეს ყოველწლიურად იზრდებოდა და იზრდებოდა 2012 წლის შემდგომ ასეთ საქმეები ფაქტიურად აღარ გადმოცემია ქართულ მხარეს და ეს ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენ რა ხდებოდა იმ პერიოდში და მაშინ არ მომხდარა მსგავსი სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეს ერთი. მეორე არის თავად ფაქტი, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ხდება გარკვეული შეზღუდვების დაწესება, მაშინ როდესაც დიპლომატები არიან სწორედ ის ადამიანები, ვინც პირველ რიგში უნდა სარგებლობდნენ გარკვეული პრივილეგიებით იმისათვის, რომ მათ თუ კი რაიმე პრობლემა არსებობს მხარეებს შორის, მათი მოვალეობა ამაზე სწორედ მუშაობა და შრომა, რომ მსგავსი პრობლემები კონფლიქტში არ გადაიზარდოს. პრაქტიკაში როგორ აღსრულდება ეს ძალიან რთულია, ხა ჩვენ უყურებდით სამართლებრივი გარკვეული მოკლე შეფასება გავაკეთეთ, ხა ამ შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის ამ დიპლომატიური პასპორტების მას ერქვა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება. აქვს შეჩერების ძალიან კონკრეტული წინაპირობები და ამ შეჩერების ერთ-ერთი წინაპირობა, რომელიც გამოიყენა ევროკომისიამ ამ შემთხვევაში არის, რომ თურმე ჩვენი დიპლომატიური პასპორტების მფლობელები შესაძლოა საფრთხეს უქმნიდნენ საზოგადოებრივ წესრიგს ევროკავშირში. იმ პირობებში, როდესაც მიგრაციის ძალიან დიდი პრობლემები არსებობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, როდესაც ეს საკითხები არის განსახილველი, არასერიოზულია დიპლომატიური პასპორტების მფლობელები საქართველოსთან საფრთხეს უქმნიდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოებრივ წესრიგს. ცოტა რთულია ამის სერიოზულად აღქმა და ამის ასე ვთქვათ სერიოზულ საფუძვლად განხილვა. თუმცა ეს არის ის საფუძველი, რაც წარედგინა ევროკავშირის საბჭოს, ამაზე იქნება მსჯელობები სხვადასხვა ჯგუფებში და განხილვები და რა თქმა უნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნები დააფიქსირებენ წარმომადგენლები საკუთარ პოზიციებს ამასთან დაკავშირებით. ჩვენც რა თქმა უნდა ვიმუშავებთ ამ საკითხზე, უფრო ღრმად გავაკეთებთ ამ საკითხის სამართლებრივ შეფასებას და რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამასთან დაკავშირებით მივაწოდებთ ინფორმაციას და რა თქმა უნდა გვექნება მათთან სამუშაო პროცესი, იმიტომ რომ შეუძლებელია ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ხედავდე, უყურებდე როგორც ასე ვთქვათ საფრთხის საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველ ასე ვთქვათ ადამიანებს და ამ დროს მართლაც მოლაპარაკებებისთვის იწვევდე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ისეთ ხალხს, რომლებიც ძალიან დიდ ასე ვთქვათ კონფლიქტებში არიან ჩართული, ამით შემოვიფარგლები ამ შემთხვევაში. თქვენ აღნიშნეთ, რომ კულმინაცია ეს, ანუ აღარ ელოდებით დამატებითი ნაბიჯების გადადგმას, რატომ ვკითხულობ კაია კალასმა პირდაპირ თქვა დღეს, რომ ისევ გაგრძელდება დამატებით ზომებზე მსჯელობა. ხო, კაია კალასი დაგვემუქრა, რომ 29 დეკემბრამდე არის დიდი დრო და 29 დეკემბრამდე უნდა ველოდოთ ასე ვთქვათ ამ სადამსჯელო ღონისძიებებს. მე არ ვიცი რა შეიძლება კიდე მოხდეს 29 დეკემბრამდე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მსგავსი ასე ვთქვათ განხილვები აღარაფერი არის დაგეგმილი. დღეს იყო ბოლო ასე ვთქვათ შეხვედრა ევროკავშირის საბჭოში და ბოლო განცხადებები, რაც ვიხილეთ ჩვენ გუშინ, რაც გაკეთდა საქართველოსთან დაკავშირებით, თუნდაც ევროკავშირის საბჭოს მხრიდან და ნახეთ, რომ დღეს ევროკომისიამ წარადგინა ეს წინადადება, რომელსაც
მომდევნო თვეების განმავლობაში განიხილავს ევროკავშირის საბჭო და ვნახოთ როგორი იქნება ასე ვთქვათ ის შეფასებები და ის დასკვნები, რომელიც უკვე შემდგომ საბჭოზე გაკეთდება საქართველოსთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ დიდი ბრიტანეთის ელჩი, საინტერესოა პირადი კომუნიკაციის დროს რა განმარტებებს აკეთებენ იგივე სანქციებთან დაკავშირებით ისინი და ასევე ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა აგრეთვე მსჯელობა, რატომ დიდი ბრიტანეთი ჩვენ გვახსოვს რომ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა თქვენთან საუბრის დროს გამოიყენა ასეთი სიტყვები ქართული ოცნების წარმომადგენელი თქვენი ხსენების დროს და ეს ბუნებრივია ოპონენტებმა გამოიყენეს სწორედ ხელისუფლების ლეგიტიმაციის ეჭქვეშ დაყენების კონტექსტში. კიდევ ერთხელ ლეგიტიმაციას არჩევნებისას ახდენენ ის ადამიანები, რომლებიც მიდიან საარჩევნო ურნასთან და მონაწილეობას იღებენ არჩევნებში და აკეთებენ არჩევანს. ეს არის ხალხის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა და ხალხის ხელში არჩევნებს მისცენ ლეგიტიმაცია და შესაბამისად არჩევნების შედეგების შედეგად არანაირი კითხვის ნიშანი არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, ვის დაუჭირა მხარი საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ. ხო, განსხვავება იმ ხელა აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ 1%-იან და 2%-იან განსხვავებაზე, რომ რაიმე კითხვის ნიშანი დავსვათ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. განსხვავება არის იმდენად დიდი, რომ შეუძლებელია საერთოდ ამაზე იყოს საუბარი, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ აგერ უკვე რამდენი თვეა. ლეგიტიმაციას ვერ მივიღებთ ვერანაირი შეხვედრით, ვერ მივიღებთ სატელეფონო ზარით და არც არავინ არ ეძებს ლეგიტიმაციას შეხვედრებში და სატელეფონო ზარებში. ეს იყო არჩევნები, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს საკუთარი არჩევანი, აირჩიეს ქართული ოცნება და ქართულმა ოცნებამ ჩამოაყალიბა მთავრობა სწორედ იმ საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე და ახლა ამას ერთი ზარი და ერთი შეხვედრა ვერც შეხმატებს და ვერც მოაკლებს რამეს, იმიტომ რომ ეს არჩევანი გაკეთებულია, ხელისუფლება ყავს ამ ქვეყანას და რა თქმა უნდა ეს ზარებიც და შეხვედრებიც რაც ხორციელდება ხელისუფლების წარმომადგენლებთან ემსახურება იმას, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს დაცული. თუმცა ახლა დიალოგი ექნება თუ არა ჩვენ პარტნიორებს ჩვენ ნახეთ ეს გადაწყვეტილება თუნდაც ევროკავშირის მხრიდან ეს იყო ჯერ კიდევ ივნისში და საერთოდ არ უკავშირდებოდა არანაირად არჩევნებს მაშინ ევროკავშირის გადაწყვეტილება რომ გარკვეულწილად თქვათ მაღალი დონის შეხვედრები შეეზღუდათ თუ არ ქონოდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუმცა ესეც ვნახეთ რომ ხშირ შემთხვევაში თლად ასე არ არის ვნახეთ სატელეფონო ზარებიც და შეხვედრებიც მას შემდგომ განხორციელებული. ასე რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო პერიოდი გველის, ჩვენთვის მთავარია რომ რაღაცნაირად მოვახერხოთ ის რომ მომდევნო თვეების განმავლობაში საქართველოში შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე და მშვიდობა. მოსალოდნელი არის ის რომ ვიცით რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში ის მოცემულობა რა მოცემულობაშიც საქართველო გახდა ასეთი ასე ვთქვათ ძეწოლის ობიექტი შეიძლება შეიცვალოს და შეიცვალოს რადიკალურად შესაბამისად ის წინაპირობები რა წინაპირობებიც თან ახლავს სწორედ ამ ზეწოლას საქართველოსთან მიმართებაში შესაძლოა აღარ არსებობდეს ძალიან ამ წინაპირობებზე აუცილებლად გითხავთ თუმცა მანამდე კიდევ ერთი კითხვა 28 ნოემბრის გადაწყვეტილების დროს ხელისუფლება ხშირად საუბრობს რომ ოპონენტებმა ეს საკითხიც გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნის კიდევ ერთხელ გასააქტიურებლად და ახალი არჩევნების მოსათხოვად მაშინ რატომ ვერ არწმუნებთ თქვენ საერთაშორისო პარტნიორებს? რატომ გაიგო ყველა საერთაშორისო აქტორმა 28 ნოემბრის განცხადება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და საგარეო კურსის ცვლილების გაფორმებად? რატომ გამწვავდა ასე კიდევ უფრო მეტად ზეწოლა და შესაბამისად დამძიმდა განცხადებებიც? ძალიან ცხადად ითქვა და აქ ალბათ ძალიან შეიძლება მეტი განმარტებაც არის საჭირო. გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნაზე არ იღებს საქართველო, იღებს ევროკავშირის მხარე და ეს გადაწყვეტილება არის მისაღები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენ შევაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, არის უბრალოდ არასწორი ამგვარი შეფასება. ეს ერთი. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ დაწყებულა არც გუშინ და არც გუშინ წინ
წინ. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეთ 2014 წლიდან მოყოლებული და ამას ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს პარლამენტის იმდროინდელმა მოწვევამ 2016 წლის 2020 წლის მოწვევამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პროცესში და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი, როგორც კანდიდატი ქვეყნის გასაკეთებელი ქვეყნის, რომელსაც უნდა ევროკავშირში წევრობა. როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყანა, რომელიც ვერ შეძლებს იყოს კონკურენტუნარიანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი და დღეს ამაზე არც არის საუბარი, დღეს არავინ არ საუბრობს დღეს და ხვალ ევროკავშირში წევრობაზე, ხო? ამას სჭირდება გარკვეულად მომზადება ეკონომიკური წინსვლა. ოპონენტებიც გახსენებენ მუდმივად, რომ აი შეთავაზებას რომ გაგვიხსნან მოლაპარაკებები დღეს შემოვაწერთ, სჭირდება რეფორმების შესრულება და ოპონენტები მიგითითებენ, რომ 9 პუნქტში გაწერილი რეფორმები არ იყო დღემდე შესრულებული. ოპონენტები, რომელსაც არასდროს არ მიუღიათ მონაწილეობა ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებში, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობდა და ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ოპოზიციის როლი. დესტრუქციის გარდა მათ არაფერი უკეთებიათ არასდროს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ იმისათვის რომ ხელი შეეწყოთ ამ პროცესისათვის. სწორედ მათი ძალისხმევით იყო რომ საქართველოს წელიწად ნახევარი დაკარგა იმისათვის რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო, როდესაც ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა და საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა ქონოდა კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში და ამისთვის არ უნდა დაგვჭირვებოდა ჩვენ კარდაკარსიარული წელიწად ნახევრის განმავლობაში და ამხელა ძალისხმევის დახარჯვა, რომ გვემტკიცებინა ის, რაც დასამტკიცებელი არ იყო და ეს ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ გავაკეთეთ ზუსტად და ამ ხელისუფლების გაკეთებულია ის, რომ 2014 წელს ასევე ძალიან რთულ ვითარებაში გეოპოლიტიკურად ძალიან ბევრი გამოწვევის ფონზე ერთი წამითაც არ დაფიქრებულა იმაზე, მოეწერა თუ არა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელი. სწორედ ამ ხელისუფლების შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, შეთანხმების შესრულების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია საქართველოს თუ როგორ ხდება იმ ვალდებულებების შესრულება იმისათვის, რომ საქართველოს უკეთ იყოს ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირებული. ანუ პრაქტიკული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, საქართველოს არის ის ქვეყანა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის ამ 10 წლის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად დაახლოვებოდა ევროკავშირს, ევროპულ სტანდარტებს და ასეთი არ აქვს არც უკრაინას, არც მოლდოვას, როდესაც მათცევ საუბრობ და დღეს ვთქვათ, საუბარი არის იმაზე, რომ უკრაინასთან, მოლდოვასთან შეიძლება იყოს მოლაპარაკებების პროცესი გახსნილი და არა საქართველოსთან. ჩვენ არ დაგვიმალავს და ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს მიდგომა იყო უსამართლო. უსამართლო იყო, როდესაც საქართველოს არ მიიღო კანდიდატის სტატუსი, უსამართლო იყო ის, რომ მოლაპარაკებებიც არ გაიხსნა საქართველოსთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში იყო ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. ანუ ჩვენ ცალსახად ვნახეთ და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ხდება გარკვეულად პოლიტიკური ინსტრუმენტად გამოყენება ამ პროცესის, როდესაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ. და არც იმას ვალავთ, რომ ჩვენთვის, ჩვენნაირი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ეს არის საფრთხის შემცველი. ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია იმიტომ წერია კონსტიტუციაში, იმიტომ არის ჩაწერილი და იმიტომ გავაკეთეთ ეს, რომ კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია და ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებ და როდესაც ამ საკითხით ხდება სწორედ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა და დამაზიანებელი საზოგადოების პოლარიზაციისთვის გამოყენება. წარმოიდგინეთ საკითხი, რომელსაც მხარს უჭერს საზოგადოების, არ ვიცი, ძალიან დიდი ნაწილი, 80-85%-ია ხო საუბარი. სწორედ ამ საკითხს იყენებენ პოლიტიკური დღის წესრიგის ასაწყობად და პოლარიზაციის გასაღრმავებად საზოგადოებაში და არ გვინდა ჩვენ ეს, არ გვინდა ეს იყოს საზოგადოების გამხლეთში საკითხი. ნუ დავიწყებთ მოლაპარაკებებს 2024 წელს და 2025 წელს, სხვაგვარად მოვამზადოთ ეს ქვეყანა, იყოს ძლიერი, ეკონომიკურად გავძლიერდეთ, გავაკეთოთ ის რეფორმები, რაც სჭირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ნახეთ, მოლაპარაკებები შეიძლება იყოს 1 წლიანი მოლაპარაკებები, შეიძლება იყოს 2 წლიანი მოლაპარაკება, შეიძლება იყოს 15 და 20 წლიანი. ყველანაირი გამოცდილება არსებობს. ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, ისეთი პროცესი, სადაც ყველანაირი
მაგალითი შეიძლება მოიტანოთ, მოვიყვანოთ, ხო? ყოფილა შემთხვევები, როდესაც 2 წელიწადში გამხდარა ქვეყანა ევროკავშირის წევრი მოლაპარაკებების დაწყებიდან და გვაქვს აგერ მაგალითები, მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, როდესაც 10 წელზე მეტია მოლაპარაკებები გახსნილია, უარესი მაგალითებიც გვაქვს. და ევროკავშირის წევრები დღესაც არ არიან ეს ქვეყნები, ხო? ყველანაირი მაგალითი არსებობს ევროკავშირის გაფართოებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ამიტომ რაღაც ტრაგედიის შექმნა, ეხლა მოლაპარაკებას დღეს დავიწყებთ, თუ ხვალ დავიწყებთ, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური და ხელოვნურად ხდება ამ საკითხის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს საქართველოს უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, კიდევ ერთხელ ისევე როგორც ის კანონი არ იყო რუსული, რომელსაც აპროტესტებდა საზოგადოების ნაწილი და რომელიც გამოიყენეს იმისთვის, რომ პროსაპროტესტო ტალღები აეგორებინათ, ისევე არ უთქვამს საქართველოს ხელისუფლებას უარი ევროკავშირზე და ასევე არასწორი ინტერპრეტაციების საფუძველზე ხდება სწორედ ამ საკითხის გამოყენება პოლიტიკური ინსტრუმენტად დღეს საქართველოში. ჩვენ ყოველთვის ვიგებთ, როდესაც გრძელვადიანად უყურებთ საკითხებს, გრძელვადიანად შევხედავთ ამას, ნახავთ, რომ საქართველოს არსად არ უთქვამს უარი ევროკავშირზე, არავისთვის არ უთქვამს უარი. საქართველოს არის ევროპული ქვეყანა და ევროპის ნაწილია, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლება ისევ და ისევ გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთესი მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობდნენ უკეთესად, უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობები ჰქონდეთ მათ. და უფრო ახლოს იყოს ევროპულ სტანდარტებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ვიდრე დღეს არის. ამას ჩვენ ვამბობთ იმ საფუძველზე დაფუძნებით, რასაც ჩვენ გვაძლევს გამოცდილება გასული წლების, რომ ჩვენ ეს შევძელით, იმ რეფორმების გატარება, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდებოდა იმისათვის, რომ უფრო ახლოს ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ის საფუძველი, რაც აი ასოცირების შეთანხმება გვაქვს ევროკავშირთან ხო გაფორმებული და იქ არის მოცემული ჩარჩოები, იქ არის მოცემული წინაპირობები, არის ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი იმისათვის, რომ 2028 წლამდე ამ შეთანხმების შესრულებაზე ვიზრუნოთ. ეს შეთანხმება რას ემსახურება? ემსახურება იმას, რომ საქართველოს ტრანსფორმაცია თუ კი უნდა მოხდეს სწორედ იმ სტანდარტების შესაბამისად, რაც მისაღებია ევროკავშირისთვის და ევროპული, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმუშაოთ, ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც სასიკეთოდ აისახება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ საუბარი იყო 2030 წელზე, რა თქმა უნდა, ამას ჯერ იქამდე კიდევ დიდი დრო არის ევროკავშირში სხვადასხვა განხილვები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით თუ როდის და როგორ და რა პირობებით უნდა მოხდეს ევროკავშირის გაფართოება შესაბამისად ჩვენ ვამბობთ რომ 2030 წლისთვის თუ კი ეს საკითხი იქნება დღის წესრიგში ევროკავშირის გაფართოებას გულისხმობ საქართველოს იქნება ყველაზე უფრო მომზადებული ქვეყანა წელიწადში თქვენ ფიქრობთ რომ თუ გაიხსნება 2028 წელს მოასწრებს მოლაპარაკებები ნებისმიერ დროს შეიძლება გაიხსნას მოლაპარაკება შეიძლება გაიხსნას ნებისმიერ დროს, ეს არის დამოკიდებული არა საქართველოს მხარეზე, ეს არის დამოკიდებული ევროკავშირის მხარეზე. ეს არის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ევროკავშირის მხარეს. როდესაც არის საუბარი წინაპირობებზე, მოლაპარაკებების გახსნის თუ არ გახსნის, ჩვენ შეგვიძლია ასევე ობიექტურად, როგორც კანდიდატის სტატუსზე ვსაუბრობდით, ავიღოთ და შევადაროთ საქართველოს სხვა ქვეყნებს, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესში არიან ევროკავშირთან და ვნახავთ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს საქართველოს გამოცალკებებისთვის და საქართველოს ასე ვთქვათ დაჩაგვრისთვის და იმისათვის რომ არ კონდეს მოლაპარაკებები გახსნილი თუ კი ამის სურვილი იქნება რა თქმა უნდა ევროკავშირის. დიახ, საუბრისას რამდენჯერმე ახსენეთ თქვენ 20 იანვარი, რა ხდება 21 იანვარს? რა არის ის მთავარი წინაპირობები, რაც 20 იანვრის შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობის რადიკალურად შეცვლის და ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინს გიჩნდათ. გაქვთ თუ არა მაგალითად ამერიკის არჩეული პრეზიდენტის მომავალ ადმინისტრაციასთან რაიმე დონეზე კომუნიკაცია? რა გვაძლევს ასე ვთქვათ საფუძველს ჩვენ ძალიან კარგად ძალიან ახლოს ვაკვირდებით თუ რა განცხადებები კეთდება ახლად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან იმ ადამიანების მხრიდან რომლებიც სავარაუდოდ ვიცით რომ საკმაოდ აქტიურად იქნებიან ჩართული მომდევნო
4 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ფორმირებაში და რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე კეთდება აქცენტი, რაც ჩვენთვისაც ასევე მნიშვნელოვანია და საყურადღებოა. მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებიც აქტიურად დგას თუნდაც დღევანდელ საქართველოს დღევანდელ პირობებში დღის წესრიგში, იყო ეს გამჭვირვალობის კანონი, იყო ეს ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონმდებლობა და რა თქმა უნდა ის რაც ჩვენს რეგიონში ხდება, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ამ მოცემულობით გამოწვეული რეალობა ჩვენს რეგიონში, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოსადმი ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებაში ჩვენი პარტნიორების მხრიდან მათ შორის. და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვისმენთ იმ პოზიციებს, რაც ფიქსირდება, გვაქვს ჩვენ საფუძველი ვიფიქროთ, რომ გარკვეულწილად შეიცვლება ეს მიდგომები, შეიცვლება გარკვეული დამოკიდებულებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგცემს, რომ გარკვეული ნორმალიზება მოხდეს იმ ურთიერთობების, რომლებიც საკმაოდ დაიძაბა და გართულდა წინა არსებული ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ. რაც არა მხოლოდ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე ახდენს გავლენას, არამედ გავლენას ახდენს საქართველოს დამოკიდებულებაზე და ურთიერთობებზე ზოგადად ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობებზე. და რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი გვაქვს, რომ გარკვეული ხა 21 და 22 იანვარი ხა ძალიან გულუბრყვილობა იქნებოდა, რომ ვთქვათ, რომ მეორე დღეს რაღაც სასწაულები მოხდება, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ საკმაოდ სწრაფად შეიძლება განვითარდეს გარკვეულწილად ის მოვლენები, რაც დაკავშირებული იქნება საქართველოსთან მიმართებაში პოზიციების რაიმე ფორმით კომუნიკაცია დაწყებულია და ასევე შერჩეულია თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მომავალი ელჩის კანდიდატურა. ჩვენ მუშაობთ, ამას სჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურებია ელჩის დანიშვნა, ესე მარტივად არ ხდება. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენ ამაზე მსჯელობა და პროცესი დაიწყება ძალიან მალე. იცით რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ ასე ვთქვათ, დიდ ძალისხმევას ხარჯავდა იმაზე, რომ საქართველოს ხელი შეეშალა საქართველოსთვის, რომ საქართველოს სათანადოდ ყოფილიყო საერთაშორისო დონეზე წარმოდგენილი ელჩებით, მათ შორის ძალიან ბევრი ელჩის დანიშვნაზე ითქვა უარი და ჩვენ ეს ვნახეთ წლების განმავლობაში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეიცვლება, აქ იქნება გარკვეული ცვლილებები, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში ღირსეული წარმომადგენელი, რომლებიც ღირსეულად დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს. სავარაუდო კანდიდატურა შერჩეული ყავთ უკვე? ამაზე საუბარი დღეს არ იქნებოდა კორექტული ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ ამას სჭირდება თავისი პროცედურები, ამას სჭირდება მათ შორის პარტნიორი ქვეყნის პატივისცემა. 20 იანვრამდე გეგმავთ წარდგენას, ანუ როგორი არის? მე იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა იქნება. ეს არ არის მხოლოდ ქართულ მხარეზე, რა თქმა უნდა, დამოკიდებული. დიდი მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.